თავი 24. ერთ შაბათს განთიადისას მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ და ნახეს ლოდის სამარხიდან გადაგორებული. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და აჰა მათ წინაშე წარდგა ორი მამაკაცი ბრწყინვალე სამოსელით მოსილი. რა კი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: რას ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო. ამბობდა, რომ კაცისძე ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ 11-ს და ყველა დანარჩენს. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ. ხოლო პეტრი ადგა, გაიქცა სამარხისაკენ და რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული. და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც 60 სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თვითონ იესო მიუახლოვდა და გაჰყვა მათ. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. უთხრა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში ერთმანეთში? ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. ერთმა მათგანმა სახელად კლეობამ პასუხად უთხრა მას: ნუ თუ ერთი შენახა რუცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც აქ ამ დღეებში მოხდა? მან კითხა, რა მოხდა? ხოლო მათ უპასუხეს: იესო ნაზორეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე. როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. ყოველივე ამასთან ერთად უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა, მაგრამ ზოგიერთმა დედაკაცმა ჩვენი ანთაგან გაგვაოცა. ისინი დილა-ადრიან იყვნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენ ევანგელოსთან, რომელთაც უთქვამთ ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენთაგანით წავიდა სამარხისაკენ და მართლაც იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს. მან უთხრა: ჰოი უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ. განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში. დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ. ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილა და იცნეს, მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა? ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში. მონახეს შეკრებილნი 11 და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც როგორ იცნეს იგი პურის გატეხვისას. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: მშვიდობა თქვენ და შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ, მაგრამ მან უთხრა: რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს, ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ. ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები, რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ. მან კითხა: გაქვთ აქ რაიმე საჭმელი? მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. გამოართვა და ჭამა მათ წინაშე, ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი. უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში. მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად და უთხრა მათ: ასე წერია, რომ
ქრისტე უნდა ტანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო მესამე დღეს. უნდა ქადაგებულიყო მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, მოყოლებული იერუსალიმიდან. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები და აკურთხა ისინი. როდესაც აკურთხებდა, განშორდა მათ და ამაყდა ცაში. მათ თაყვანისცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. სულ მუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთისმადიდებელნი და მაკურთხებელნი. ამინ.